კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ Star Show-ს, როგორც გითხარით, წინა ჩართვაში, ჩემი სტუმარია ფრედოს დამფუძნებელი სოფო უზნაძე. სოფო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან სტუდიაში. მოდი, დავსვათ კითხვა, ესეც იმიტომ, რომ ჩვენმა მაყურებელმა მსმენელმა შეძლოს ვიქტორინაში მონაწილეობა. გათამაშდება ეს ულამაზესი ყელსაბამი და ასევე გათამაშდება ჩანთა. მას ასე კითხვა შემდეგში მდგომარეობს, გარდა ჩანთებისა, რას ამზადებს ფრედო. მოგწერეთ 9:55-11-ზე და გახდით ჩვენი გამარჯვებული. 95511 ჩვენი SMS ნომერი. ზოგო, რაც შეეხება ჩემს პირველ კითხვას, ეს ყველაფერი დამზადებულია საქართველოში, ხო? აუცილებლად, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ქართული პროდუქტი. და საიდან წამოვიდა იდეა? როგორ გაჩნდა იდეა? იდეა გამჩნდა მას შემდეგ, რაც გავიგე ხის ლაზერული მჭრელის შესახებ. ეს არის აპარატი, რომელიც საშუალებითაც შეგვიძლია ნებისმიერი ფორმა, ნახატი, წარწერა სასურველი მივიღოთ. და შემდეგ ეს ავსახე ჩანთებზე. ეს ულამაზი ყელსაბამი, რაც მე გადმომეცა საჩუქრად, არის ლაზერულად ამოჭრილი, ხო? დიახ, ხის ფირფიტაზე არის ამოჭრილი და შემდეგ აკრილის საღებავით არის შეღებილი. ძალიან ლამაზია და ძალიან დიდი მადლობა მინდა პირდაპირ ეთერის დახმარებით მოგიხადე. რაც შეეხება ჩანთებს, მე როგორც ვიცი, შენ იყენებ სხვადასხვა სახის მასალას, ხო? არ გაგვიმხილო ბოლომდე შენი საიტო, თუმცა მოგვიყევი, რამდენად რთული პროცესია, რამდენი ხნის განმავლობაში, რას უკავშირდება აი ამ ერთი ჩანთის შექმნა? ძალიან რთული პროცესია. თავიდან როდესაც დავიწყე, ერთ ჩანთას ვამბობდი 7 საათს, სრულ 7 საათს. ეხლა უკვე ძალიან დავიწყაფე ასე ვთქვათ და 1 საათში ვასრულებ ერთ ჩანთის დამზადებას სრულად. ძალიან სწრაფი ხარ. კი, უკვე ძალიან სწრაფი ვარ, იმიტომ რომ უამრავი შეკვეთა გვაქვს და სხვა გამოსავალი არ არის. ჩანთების მასალა არის ტყავი, ხე და ნატურალური ტყავი, სრული სამებრ, ასევე ნაქარგზე შესრულებული ნამუშევრები, დიახ, ეს ნაქარგია ბალერინა. ტყავის ხელები თქვა, ხა ეს უკვე ახალია, აქამდე მხოლოდ ჯაჭვზე ვიყენებდით, მაგრამ მომხმარებლის თხოვნით, შემდეგ უკვე სხვებსაც მოუნდათ და გავაკეთეთ ტყავის ზორტებზეც. თასმებზე დიახ და სოფო ამასთან ერთად გაქვს ძალიან კარგი მიგნება. იყენებ სხვადასხვა ფრაზებს, რომელიც ძალიან აქტუალურია, დიახ, ხო? ესეც აქტუალურობის გამო გავაკეთე, ესეც მოთხოვნა იყო მომხმარებლის და შემდეგ სხვებმაც აითვისეს და მინდა გითხრათ, რომ ეს ქართული წარწერები არის ძალიან განთქმული მოსკოვსა და კიევში. ყველა ჩანთაზე უნდათ ქართული წარწერით. და აუცილებლად ნატურალურ ტყავს მიკვეთავენ ყოველთვის საზღვარგარეთიდან. მოსკოვი და კიევი ახსენე, გარდა ამისა, მე მაინტერესებს სხვა ქვეყნიდანაც თუ გაქვს დაკვეთები. საფრანგეთი, ამერიკა და იტალია. იტალიაში მივგზავრები სექტემბერში. და ამერიკიდან გვაქვს ძალიან ბევრი შეკვეთები. ქართული დიასპორა იყენებს ყელსაბამებს ძალიან ბევრს, აი ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს. ყელსაბამზე აუცილებლად გკითხავ შემდეგში. და სხვა საფრანგეთი, იტალია და ამერიკა როგორც გითხარით. ეს ყელსაბამი ცნობილი გახდა, ესეც იმიტომ, რომ თათია დოლიძემ ისარგებლა შემთხვევით და მთელს მსოფლიოს დაანახა ეს ულამაზესი ყელსაბამი. როგორ მოხდა თქვენი ურთიერთობა და მეგობრები ხართ თუ უბრალოდ დაგიკავშირდა? თათია უბრალოდ მომწერა და შემდეგ რა თქმა უნდა საჩუქრად გადავეცი ყელსაბამი. ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, თამაშდება ფრედოს ჩანთა და ფრედოს ყელსაბამი. აქტიურად SMS ნომერზე 9:55-11 კითხვა ძალიან მარტივია. გარდა ჩანთებისა, კიდევ რას ამზადებს ფრედო? მოგწერეთ 95511-ზე, ეს არის ჩვენი SMS ნომერი, რომელზეც უნდა იაქტიუროთ. ორი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც ჩანთა და ყელსაბამი გადაეცემა, ასე რომ იაქტიუროთ. უკვე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და დეტალურად გესაუბრებით თუ რა სამომავლო გეგმები აქვს სოფოს, ასე რომ არ გადართოთ, შემოგვერთდით, დარჩით ჩვენთან ერთად, ასევე ვისაუბრებთ გერმანიაზე, სადაც სოფოს უმალე მიემგზავრება. See me. We're back to the start again.
ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მინიშნებაც კი მივეცით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, გარდა ჩანთებისა, რას ამზადებს ფრედო, მოგწერეთ SMS ნომერზე 95511 და გახდეთ აი ამ ულამაზესი ჩანთის მფლობელი და ასევე გამოვლინდება მეორე გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ეს ძალიან ლამაზი ყელსაბამი. და სოფო, მე მაინტერესებს და უნდა გკითხო აუცილებლად შენ ახსენე სხვადასხვა ქვეყნები, მე როგორც ვიცი გერმანიაში წაპირებ გამგზავრებას. მიზანი რა იქნება ამაზე რომ გვესაუბრო? 21 მაისს მივემგზავრებით გერმანიაში. მიზანი არის ის, რომ დაინტერესებულები არიან, უბრალოდ აუცილებლად უნდა ნახონ პირადად ჩანთები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავიდე და პირადად ნახო და პირადად შევთანხმდეთ დეტალებზე, სად როგორ გაიყიდება ჩვენი ჩანთები. ამასთან ერთად თბილისში იმართება სხვადასხვა გამოფენები, გარდა ამისა, Fashion Week-ი აქტიურად. შენ რამდენად იღებ და დაინტერესებული ხარ ამგვარი პოპულარიზაციით? მოგახსენებთ. არსად არ ვიღებ მონაწილეობას, ვინაიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკული უამრავი შეკვეთის გამო, ყველას ეჩქარება, ყველას იმ დღესვე უნდა, ყველას სხვანაირი უნდა და ვერსად ვერ ვახერხებ თქვენთანაც ძალიან ესეთი შემთხვევით მოხდის პირველი ეთერი ჩემთვის და არაფრის. ანუ ყველას უნდა სხვადასხვანაირი, ესე გამზადებული ჩანთები არ მიდევს, ვინაიდან არ იყიდება მალევე იმ დროს ჩვენ სტუდიაში ყველაზე ბევრი ჩანთია. ხო, აი ხლა აქ რაც არის, ესეც საღამოს ყველა იყიდება და ეს შემთხვევით ამიტომ არის ესე ცოტა მეტი ვერ მოვახერხე სამწუხაროდ რომ წამომეყო. საქართველო არის ძალიან პატარა, ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერია. შენ რამდენად გრძნობ კონკურენციას ქართულ ბაზარზე? კი, მოგახსენებთ. ესე იგი, რასაც ვაკეთებ, არსად არ არის, ანუ ესე ჩემნაირ ჩანთას ვერსად ვერ ნახავთ. მაღაზიებშიც არ ვაბარებ, ვინაიდან ფასს უმატებენ და არ მინდა ამით ჩემი სახელი შეიბრალოს. ამიტომ მხოლოდ ჩემთან არის შესაძლებელი ამ ჩემი ჩანთების შეძენა და კონკურენციას ვერ ვგრძნობ, რადგან იმდენად ბევრი კლიენტი მყავს, რომ ვერ ვხვდები კონკურენციას ვინ მიწევს. ამიტომ ჩემთვის მთავარია ეს დაინტერესებული, ვისაც უნდა რომ შეიძინოს იმ დღეს რომ მეორე დღეს მივაწოდოს სწრაფად და ხარისხიანად ჩემი ჩანთები. პრეტენზიულია ქართველი მყიდველი. ძალიან იშვიათი შემთხვევაა პრეტენზიული მყიდველის, აი ძალიან ესეც პრეტენზია გამოიხატება, რომ დეტალებს აზუსტებენ, აი ეს ხო ესეა, ესე, ხო ზუსტად ისეთია როგორც ფოტოზე, აი ეს უნდა, რადგან მაღაზია არ გვაქვს და პირადად ვერ ნახავენ, ყველას აინტერესებს, რომ ხო ზუსტად ისეთია როგორც ფოტოზე და როცა იღებენ ჩანთებს, შემდეგ მოგწერენ, რომ აუცილებლად მეორესაც შევიძენ და იმაზე კარგია ვიდრე სურათში. მე კიდევ ერთხელ გავუმეორებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ფრედოს ჩანთა და ასევე ყელსაბამი, გააქტიურდით SMS ნომერზე 95511, მოგწერეთ თუ რას ამზადებს გარდა ჩანთებისა ეს უნიჭერესი ადამიანი. აუცილებლად უნდა გკითხავ, შენ დრო ახსენე, შეკვეთები ახსენე, მარტო მუშაობ თუ ყავს ჯგუფი რომელიც გეხმარება? ეს არის საოჯახო ბიზნესი, მე ხმარებიან ოჯახის წევრები ძალიან. ასევე მეგობარი და ისე ვართმევთ თავს ყველანი ერთად. და განსხვავებულია ეს ჩანთა, ესეთი ლამაზი და ფერადი, თუმცა აქ უკვე მხატვრის ხელით ზურევია, ხო? მოდი ამაზეც გვითხარი, ვინ მოხატა ეს ულამაზესი ჩანთა? აუცილებლად ეს არის ახალი ქართული ბრენდი მინი, მხატვარი არის ნინო ნინოშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარია, უნიჭერესი გოგოა და ესე შევთავაზე რომ ერთად გავუკეთებინა მას მოეხატა და შემდეგ ჩემ ჩანთაზე აგვესახა და ესეც ძალიან მოთხოვნადია უკვე ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადი გახდა. რადგან ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ნელა იწურება, ბოლოსკენ მე მაინტერესებს რა არის შენი სამომავლო გეგმები? ჩემი სამომავლო გეგმა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიტანო ჩანთები, მეტი ინტერესი წამოვიდეს უცხოეთიდან, ქართველი დიასპორის უფრო მეტად ჩართვა ამ საქმეში, იმიტომ რომ ძირითადად ისინი მიკავშირდებიან და სურთ გატანას თავისი მაღაზიები აქვთ ქართველი დიზაინერების. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა. ხომ გეგმა გამოფენა საქართველოში? ძალიან მინდა გამოფენა და აი გერმანიაშიც მექნება ახლა რომ ჩავალთ, იქაც გვექნება მიუნხენში მივემგზავრებით და პატარა გამოფენას იქაც მოვაწყობთ უცხოელი სტუმრებისთვის. ჩემი სტუმარი იყო ფრედოს დამფუძნებელი სოფო უზნაძე, მე კითხვას გაგიმეორებთ, თქვენ შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ები, ჩვენი პროდიუსერი დაგიკავშირდებათ და გეტყვით თუ სად უნდა მოხვიდეთ და ვინ მოიგო ჩანთა და ყელსაბამი,
გარდა ჩანთისა, რას ამზადებს ფრედო, საფო ძალიან დიდი მადლობა სტუმრებისთვის, მე მინდა წარმატებები გისურვო. მადლობა.